კონტაქტი კლავ ეთერშია განვაგრძობთ გამოშვებას მთავრობას დიასპორული კაპიტალის მოზიდვა სურს. ამისთვის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის რამდენიმე გეგმა არსებობს, რაც თავაზობს სახელმწიფო ამ მიმართულებით საზღვარგარეთ ცხოვრებ თანამემამულეებს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ზაალ სალაჯიშვილს ჩვენი ჟურნალისტი დავით ჯალაღონია ესაუბრა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. დავით, მოგესალმებით და გისმენთ. სანდრო, დიასპორის დანაზოგების ბიზნესში მიმართვა დიდი ხანია სურს მთავრობას, რადგან ქვეყანაში ფულადი გადმორიცხვების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე მოდის. სამინისტროს ერთ-ერთი გეგმა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სწორედ გადარიცხვის სისტემის გამარტივებაა. როგორც მინისტრის მოადგილე ზაალ სალაჯიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, უწყებას უკვე ჰქონდა კონსულტაციები საბანკო სექტორთან, კაპიტალ ბანკთან კი მემორანდუმიც გააფორმა. ფულადი გზავნილების სისტემის გამარტივებისთვის კონკრეტულ მექანიზმებს სამინისტრო უკვე ბანკისგან ელოდება. საპროცენტო ელემენტზე არის საუბარი, თუ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, ამავე დროს გადმორიცხვასთან როგორ შეიძლება მიებას, მაგალითად, თუნდაც კომუნალური გადასახადები, როგორ შეიძლება მიებას დავუშვათ კრედიტაციის ელემენტები, შეიძლება იმ ადამიანს, ვისაც ხდება გადმორიცხვა აღნიშნული თანხით, შეიძლება საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა შესაძლებელი იყოს და როგორ ჩარდება ეს საკრედიტო კალათაში ან გარკვეული საოჯახო მეურნეობის, საოჯახო ბიზნესის წარმოების დროს თუ როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. ანუ ეს არის კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ჩვენი ემიგრანტისთვის ნათელი და გასაგები უნდა იყოს. რაც შეეხება ემიგრანტების ბიზნესის დაინტერესებას. სამინისტრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ისეთი პროგრამების შესახებ, როგორიცაა აწარმოე საქართველოში და შეღავათიანი აგროკრედიტები. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა ეს სამთავრობო უწყება, რომელიც თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამთავრობო პროგრამებს, ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შესაბამისად მათთან გვექნება უკვე ინტენსიური მუშაობა, რომ შევადგინოთ გარკვეული გზამკვლევი, გარკვეული ასე თქვა საგზაო რუქა ამ ადამიანებისთვის, რომელიც გასაგები იქნება და შემდგომ ისინი უკვე ჩამოყალიბდებიან. მოგეხსენებათ, ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ იდეის ჩამოყალიბება არ კმარა, უშუალოდ ბიზნეს გეგმების შემუშავებას და ემიგრანტებისთვის შეთავაზებას უკვე დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია აპირებს, რომელთანაც სამინისტროც თანამშრომლობს. ეს არის ძირითადად სოფლის მეურნეობაში ეს ბიზნეს გეგმები, სხვადასხვა მიმართულებებით, დაახლოებით ისინი ფიქრობენ სადღაც რომ ეს რაოდენობა ალბათ შეადგენს სადღაც 100-მდე ბიზნეს გეგმას, მაგრამ ჩვენი თხოვნა მათ გარკვეულწილად ეს მონახაზები უკვე გააჩნიათ, მაგრამ ჩვენი თხოვნა იყო რომ ამ ბიზნეს გეგმებში ჩართული იყოს სამთავრობო პროგრამები და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება ბიზნეს პროექტებში. ამ კუთხით გადამუშავება მიმდინარეობს და იმედი მაქვს რომ ისინი მალე დაამთავრებენ. სამინისტრო ემიგრანტების ბიზნესში ჩასართავად, ვისაც ამის საშუალება აქვს, ცხადია, თანაინვესტირების ფონდთან შუამავლობასაც შეეცადა, მაგრამ როგორც მინისტრის მოადგილემ გითხრა, ამ მხრივ კონკრეტული შედეგები არ არის, რადგან ფონდი აქამდე დიასპორისგან წამოსული ბიზნეს პროექტებით არ დაინტერესდა. რაც შეეხება დიასპორული ინვესტიციების უფრო ხელშესახებ მხარდაჭერას, ამის შესახებ, როგორც ვიცი, სანდრო სტუმართან ისაუბრა. ნამდვილად დავით გიდასტურებ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ჟურნალისტი დავით ჯალაღონია საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას. დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი სვანიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში და თემის მნიშვნელოვან ასპექტებს მასთან ერთად მიმოვიხილავთ. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში კონცეფციის შესახებ მინდა გკითხოთ, ანუ დიასპორული კაპიტალის ბრუნვა, ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა. თანობაში როგორ უყურებთ გეგმას და როგორია იდეა კონცეფციურ დონეზე, თუნდაც გადმორიცხვების სისტემის გამარტივებით დაწყებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბიზნეს იდეებით დამთავრებული. მოგესალმებით, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. ჩვენი ბიზნეს ასოციაცია ამ წუთას ზუსტად მუშაობს ამ პროექტების შემუშავებაში, შემდგომ ამ პროექტების გადაგზავნაში იმ საზღვარგარეთ, იმ ყველა დაინტერესებული ინვესტორების და დაინტერესებული დიასპორების წარმომადგენლების, ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის, ამ წუთას უკვე თითქმის ჩამოყალიბებულია რამოდენიმე გეგმა, რომელიც ჩვენ 100-მდე პროექტი, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე გავაკეთებთ ამ პროექტის პრეზენტაციას და წარდგენას და აგრეთვე გადაგზავნას საზღვარგარეთ და
ბატონო გიორგი, იგივე თქვათ ამას სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ ყველაზე დიდი დიასპორული კაპიტალი საქართველოში შემოედინება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან და შემდეგ უკვე მოდის საბერძნეთი. არც პირველში და არც მეორე ჩემს მიერ დასახელებულ ქვეყანაში არც თუ მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა არის დღესდღეობით და როდესაც ჩვენ საგარეო ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორები ზუსტად ტრანზაქციების შემცირებაა უცხოეთიდან. მთლიანობაში ამ შემთხვევაში თუ იქონია მთლიანობაში როგორც ბიზნეს იდეების რაოდენობაზე ამ ყველაფერმა გავლენა, ასევე გადმორიცხული თანხების რაოდენობაზე, თუ გაქვთ ამის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები? ნუ რა თქმა უნდა, საერთო სურათმა დღესდღეობით ამ ორ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან ალბათ იკლომეს ზუსტად სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს და ამას ვერ გეტყვით. მხოლოდ რაც თქვათ საერთოდ ინვესტიციების და სურვილი ბიზნესის განხორციელების საქართველოში დიასპორის წარმომადგენლებიდან, თუნდაც ამ ქვეყანაში რახანაირ თვითონ იქ სიტუაცია ცოტა გაფუჭდა, უმეტესი ძალიან ბევრი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს სურვილი აქვს, რომ საქართველოში განახორციელოს და თავისი შექმნილი იქ კაპიტალი და მის მიერ შექმნილი იქ ცოდნა ჩამოიტანონ და საქართველოს დღესდღეობით ალბათ ბატონო გიორგი დამეთანხმებით რომ თქვა ერთიანი ფინანსური სისტემა არ არსებობს ამ შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს გულისხმობ რომელიც იქნებოდა ეგრეთ წოდებული გამტარი ამ ყველაფრისა ყველაფერს აქვს ოდნავ ქაოტური ხასიათი დღესდღეობით თუმცა ჩვენი ჟურნალისტის ჩართვიდან დავინახეთ რომ სახელმწიფოს აქვს ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები ამ შემთხვევაში თქვა მემორანდუმის გაფორმება კაპიტალ ბანკთან თქვა იგივე საბანკო სექტორის ჩართულობა სისტემური უზრუნველყოფა ამ ყველაფრის მთლიანად ერთი სისტემის შექმნა რომ ყველაფერმა მიიღოს ასე ვთქვათ სწორხაზოვანი ხასიათი რომ ყველაფერი იყოს ასე ვთქვათ ჩარჩოში აი ამ ყველაფრის კონცეფციური იდეა როგორ გამოიყურება თქვენი ინფორმაციით? ჩვენ აი ამ ბოლო ხანებში ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და მუშაობა თვითონ დიასპორის სამინისტროსთან. ძალიან დიდი ინფორმაცია, მაქსიმალურად შემუშავებული ინფორმაცია იხვეწება ეს ყველა ბიზნეს პროექტები და ეს შეთავაზება ამ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებთან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს თუნდაც აგერო 27 მაისს უკვე იქნება ეს პირველი 26-27 მაისი დიასპორის დღეები და მთელი მსოფლიოს დიასპორიდან ჩამოდიან სხვადასხვა წარმომადგენლები, რომლებთათვისაც წარდგენილი იქნება და გაეცნობიან. ანუ ძირითადად ეს ყველაფერი ინფორმატიულ ხასიათს ატარებს. ბატონო გიორგი, გარდა ამისა, 100-მდე ბიზნეს იდეა არსებობს მთლიანობაში, როგორც ვიცით, და ეს იდეები აბსოლუტურ უმრავლესობა მოდის სოფლის მეურნეობაზე. ანუ, თქვათ, ხომ არ გამოყოფთით რა ძირეული მიმართულებებია, კონკრეტულად რომელ ასპექტებს ეხება და რა გეგმები აქვთ, ასე ვთქვათ, ინვესტორებს? სიამოვნებით. მე გეტყვით ერთ-ერთ ჩვენ პროექტს, ეს არის ზეთისხილის კულტურის შემოტანა საქართველოში. ეს იყო თანამედროვე დიასპორა და ძველი ჩვენი დიასპორა, რომელიც თურქეთში არიან გაერთიანებული პროექტი, ეს არის გაერთიანებული პროექტი. დღესდღეობით უკვე 300,000 ზეთისხილის ნერგი დაერიგო საქართველოში. შარშან მივიღეთ პირველი მოსავალი, რომელიც 2 ტონამდე იყო მოღებული, წელს ვიღებთ უკვე თითქმის 70 ტონამდე. შენდება იქ უკვე ფაბრიკა, სადაც ზეთისხილის გადასამუშავებელი იქნება და ჩვენ ალბათ ნოემბრის ბოლოს გავხსნით ამ ფაბრიკას. და ამისთან საკითხები ძირითადად მე კიდევ მივესალმები ერთ პროექტს, რომ დღესდღეობით ჩვენმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანადაფინანსება ყველა გლეხი იქნება თუ ფერმერს ნებისმიერი ნერგის, ძირითადად ეს არის ხეხილის ნერგების თანადაფინანსება გააკეთა. ეს როგორც იყო ვთქვათ თურქეთში, ასე იყო ევროპაში. ნებისმიერ ფერმერს, ნებისმიერ გლეხს, ვისაც სურვილი აქვს დღეს ბაღის გაშენების, ბატონო გიორგი, 70%-ს უფინანსებს. სახელმწიფო უწყებები ახსენეთ ამ შემთხვევაში და უწყებები და მე ვფიქრობ ეს ძირითადად ამ მიმართულებით ხდება სოფლის მეურნეობაში. ბატონო გიორგი, სახელმწიფო უწყებები ახსენეთ. ამ შემთხვევაში რამდენად მოხდება თვითონ თქვა საქართველოს საზღვარგარეთ ცხოვრები მოქალაქეების ინფორმირება საქართველოში ლოკალური პროექტების შესახებ, თუნდაც ისეთი პროექტი მაგალითად როგორიც არის აწარმოე საქართველოში, რომ მათ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება, ჩართვა ამ ლოკალურ პროექტებში. აი, როგორც მე გითხარით, ჩვენ თითქმის ყველა ჩვენ თანამემამულეს საერთოდ წელიწადში ერთხელ ჩვენ ვიკრიფებით მთელი მსოფლიოს დიასპორიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ძირითადად აი ამ ინფორმაციების გაცვლა ხდება მანდ. მაგის გარდა დიასპორის სამინისტროს აქვს თითქმის ეს მთელი ინფორმაცია საზღვარგარეთ მაცხოვრებელი
ქართველების საზღვარგარეთ მაცხოვრებელი კი ბატონო. ქართულთან დაკავშირებული კომპანიების და აი ამის მეშვეობით ხდება მათთვის აი ამ მესმის ბატონო გიორგი, იცით დამრჩენია ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ რომ იღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონი გიორგი სვანიძე პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის კითხვებს.